სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე. ათურთას ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი 2008 წლის 16 ივნისს, ანუ იმავე წელს, როცა 54 იყო ნაწილი, ახლა ჩვენ გადავით 55 ნაწილზე. დღეს პირველი კითხვა გვეხნება და ძალიან საინტერესოა. არ ვიცი, მიგიქცევია თქვენ თუ არა ყურადღება. როდის გამართლა აბრაამი? როდესაც ღმერთს დაუჯერა ური მიატოვა და ქანაანში მიდის თუ გასავთ, რამოდენიმეჯერ გამოეცხადა ღმერთი აბრაამს. როდესაც აღუთქვავს, იცით, ესე იგი მე-12 თავი, როცა მოწოდება, მე მე-15 თავში, როდესაც ხილვაში უფალს იცით, რომ მოусმეს, რომ ნუ გეშინი აბრაამ, ჩვენ ამას წავიკითხავთ ყველას და მე კიდე დავამატებდი, რომელიც აქ არ იყო ნახსენები, 22 თავში, როცა ისააკს მსხვერპლად წირავს. ესე იგი, როდის მოხდა აბრაამის გამართლება? და ძალიან საინტერესო შენიშვნა არის, მე ბატონი ჯონი გაამაგრებს ამ იმას. კითხვის დამსმელი არ გვეუბნება სახელს და გვარს, სხვათა შორის ეს ვიდეოც, როგორც წინები უკვე შეგიძლიათ ვიდეოდ ნახოთ ვიზუალურად ამ, რა ქვია, მადლი თქვენ და ვებგვერდზე და YouTube-ის არხზეც ცალკე არის კიდევ შეტანილი, უკვე ვიდეო მასალად არის ესენი ყველაფერი შეტანილი. ნახოთ, რა ხალხია ვინ ასვავს ამ კითხვებს და როგორ გამოიყურებიან ისინი. ზოგი ახალგაზრდა, ზოგი ძველგაზრდა, სხვადასხვა კატეგორიის ნაციონალობაც, უკვე ძალიან ბევრი ლათინოს შეხვდებით სახეზე, შავკანიანსაც შეხვდებით ჯონ მაკარტურის ეკლესიაში და ვისაც აინტერესებს, შეგიძლიათ მოიზიროთ. ეს შეტანილია 55 ნაწილად. ასე რომ შეგიძლიათ ეს ნახოთ. ახალგაზრდებს ეს არ გაუჭირდება, მე მგონი ამის მოძიება. დიახ, მე მქონდა კითხვა აბრაამის გამართლების შესახებ, თუ როდის მოხდა ეს, თუ დამეხმარებით. გამართლდა აბრაამი დაბადების მე-15 თავში, ახლა მე პირველი ამას ვკითხულობ. ამ ამბების შემდეგ იყო, რომ აბრაამა ხილვაში ისმინა უფლის სიტყვა. ნუ გეშინი აბრაამ, მე ვარ ფარი შენი, ფრია დიდი იქნება შენი საზღაური. უთხრა აბრაამა, უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ და დამასკოელი ელიეზერია, ჩემი სახლის განგებელი. ელიეზერია. ხო, ელიაზარი არა, ელიეზერი ასე წერია. თქვა აბრაამმა, შთამომავალი არ მომეცი და ჩემ სახლში შობილი მსახური გამიხდება მემკვიდრედ. და იყო აბრაამის მიმართ უფლის სიტყვა. არ გახდება იგი შენი მემკვიდრე, არამედ შენგან გამოსული იქნება შენი მემკვიდრე. გაიყვანა გარე და უთხრა, ახედე ზეცას და დაითვალე ვარსკვლავები, თუ შეგიძლია მათი დათვლა. მერე უთხრა, შენი შთამომავლობაც ამდენი იქნება და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლედ. ნათლად არის მე-15 თავში. ახლა კიდე იხსენებს მეორეს. თუ რწმენით, როდესაც ის დაემორჩილა ღმერთს და წავიდა, ესე იგი ქანაანის ქვეყანაში, ურიდან რო გამოდის. ებრაელთა მე-11 თავში, ნახეთ როგორ არის აღწერილი. მერვე მუხლიდან. რწმენი დაემორჩილა აბრაამის მოწოდებას, წასულიყო ქვეყანაში, მემკვიდრეობად რომ უნდა მიეღო და ისე წავიდა, რომ არ იცოდა სად მიდიოდა. რწმენით შეეხიზნა აღთქმულ ქვეყანას, როგორც უცხოს და კარვებში ცხოვრობდა ისააკთან და იაკობთან, იმავე აღთქმის თანამემკვიდრეებთან ერთად. ვინაიდან ელოდა ქალაქს საძირკვლიანს, რომლის ხუროთმოძღვარი და მშენებელი ღმერთია. სარამაც უნაყოფო რომ იყო, რწმენით მიიღო ძალა, თესლის გასანაყოფიერებლად და ჟამ გადასულმა შვა, ვინაიდან სარწმუნოდ შერაცხა აღთქმელი. ამიტომ ერთისგან ისიც ლამის მემკვიდრისაგან იშვა მრავალი, როგორც მრავალი ვარსკვლავი, ცაზე დაურაცხელი ქვიშე ზღვის ნაპირზე. ეხლა ჩვენ შეგვიძლია ეს ვნახოთ დაბადების ორიგინალში, დაბადების წიგნის ორიგინალში. დაბადების 22-ში გითხარით რა არის, აქ არის ამაბების შემდეგ გამოსადა ღმერთმა აბრაამი, დაუძახა აბრაამს და უპასუხა აქა ვარ. და მან უთხრა, წაიყვანე შენი ერთადერთი ძე ისააკი, რომელიც ძალიან გვიყვარს. ძალიან გიყვარს. წადი მორიას ხარაში და სულ დასაწოლ ხელფლად შესწირე ერთ მთაზე, რომელსაც გიჩვენებ და ამას აკეთებს. და იქ ღმერთი ესეთ რამეს ამბობს უკვე, ხო? როდესაც ანგელოზი იმას შვიძავს, აბრაამ და აქა ვარ. ნუ გააღმართავ ხელს ამ იმაზე, მერე მოდის ამიტომ გაკურთხებ შენ და გამამრავლებ შენ შთამომავლობ, როგორც ის ვარსკვლავებს და ქვიშის ზღვის ნაპირზე და დაიმკვიდრებენ შენი შთამომავლობა თავის მტერთა კარიბჭეს. და იკურთხება შენი დაბრუნდა აბრაამი და ხო აქა უბრალოდ გამეორება ამ აღთქმის. რაც შეეხება მე-12 თავს, სადაც არის გამოხმობა ესეთი რამეა. უთხრა უფალმა აბრაამს,
აი ესე იწყება აბრაამის ისტორია, ხომ გახსოვთ მე-12 წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენი სახლიდან იქ ქვეყანაში, რომელსაც გაჩვენები. დიდერად გაქცევ, გაკურთხებ, განვადიდებ შენ სახლს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებას და დავწყევლი შენს მაწყევარს და იკურთხება შენში ადამიანის ყველა ტომი. წავიდა აბრაამი როგორც უფალო მოუთხრა და ლოტიც წავიდა მასთან ერთად. 75 წლისა იყო აბრაამი ხარანიდან რო გავიდა. ეს არის მარტო მე-12 თავი. ეხლა მოусმინოთ ჯონ მაკარტურს თუ რას უპასუხებს თუ სად არის ზუსტად ეს გამართლება. ეს არის კითხვა, რომელზეც კონკრეტულად პასუხისგაცემა არ შემიძლია. გარდა იმისა, რომ იმ თავში, რომელიც განიხილავს აბრაამის გამართლებას, ეს არის რომაელთა მეოთხე თავი. მისი გამართლება დაკავშირებულია ღმერთის რწმენასთან ისააკის აღთქმასთან დაკავშირებით. ნახეთ, ისააკის აღთქმა, მემკვიდრეობა ესე იგი. ნახეთ, ასე რომ შემიძლია ახლა წავიკითხო ეს. მოვნიშნე ეს მე, რომაელთა მეოთხე თავი. რა ვთქვათ, აბრაამა ჩვენმა მამამ ხორცილად მოიპოვა რაიმე? თუ საქმეებით გამართა აბრაამი? აქვს დასაკვეხნი ოღონდ არა ღვთის წინაშე. ვინაიდან რას ამბობს? წერილი ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლეს მე-15 თავში წავიკითხეთ. და კიდევ ვიმეორებ. ვინაიდან რას ამბობს წერილი ერწმუნა აბრაამი ღმერთს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლეთ. ესე იგი, როდის მე-15 თავში. საქმის აღსრულებელ საზღაური ჩაეთვლება არა მადლის, არამედ ვალდებულების მიხედვით, მას კი ვინც არ აღასრულებს საქმეს, მაგრამ სწამს უკეთურთა გამართლებელი. თავისი რწმენა ჩაეთვლება სიმართლედ. როგორც დავითსაც ამბობს იმ ადამიანის ნეტარებაზე, რომელიცაც ღმერთი საქმეთა გარეშე უთვლის სიმართლეს. ნეტარია, ვისაც ეპატია დანაშაული, ვისი ცოდვებით დაიფარა. ნეტარია კაცი, ვისაც არ ჩაუთვლის ცოდვას უფალი. მას ეს ნეტარება წინდაცვეთაზეა თუ წინდაუთვეთლობაზეც. ჩვენ ხომ ვამბობთ, რომ აბრაამს რწმენა ჩაეთვალა სიმართლედ. როდის ჩაეთვალა? წინდაცვეთლს თუ წინდაუცვეთლს? არა, წინდაცვეთლს. არამედ წინდაუცვეთლს. всё, გასაგები ესე იგი, რომ აბრაამის მიერ ისააკის შეწერვა უკვე წინდაცვეთილი იყო აბრაამი. ესმით რაზეა ლაპარაკი, ესე იგი, როდის ეთვლება? მანამდე, მე-15 თავში, როცა აღუთქვა მემკვიდრეობა და მან იწმუნა. და მე მსხვერპლს იმაშვება, იცით, რომ გახლიჩავს მსხვერპლს და აალაგებს ღამის რო აქ გამოცხადება ღამეს, ასე რომ ეგ ადგილი არის ზუსტად. ხოლო წინდაცვეთის ნიშანი მიიღო ბეჭდათ რწმენით გამართლებისა, რომელიც წინდაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინდაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლეთ. აი ეს არის გასაღები, რომ ესე იგი, როდესაც ირწმუნა მან, რომ მემკვიდრე იქნება და ამ მემკვიდრეში მერე იესო ქრისტე მოდის და ყველა დაიმკვიდრებს ამაში მემკვიდრეობას. ასევე წინდაცვეთლთა მამა ოღონდ არა მარტო წინდაცვეთლთა, არამედ მათიც, ვინც მიყვება ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინდაუცვეთლობისას ჰქონდა. ვინაიდან აბრაამს და მის თესლს არა რჯულით, არამედ რწმენის სიმართლით მიეცა აღთქმა, ყოფილიყო ქვეყნის მერების მემკვიდრე. თუ რჯულის საგანი არიან მემკვიდრენი რწმენა ამაოა და აღთქმა უსარგებლო. ვინაიდან რჯული წარმოქმნის რისხვას, ხოლო სადაც არ არის რჯული, იქ არც დანაშაული. ამიტომ რწმენით, რათა მადლით ყოფილიყო, რომ მთელი შთამომავლობისათვის ურყევი ყოფილიყო აღთქმა. არა მარტო მათთვის, ვინც რჯულის განაა, ესე იგი, ებრაელებისაგან, მოსეს შემდეგ რომ მიეცათ, არამედ მათთვისაც, ვისაც აბრაამის მსგავსი რწმენა აქვს. აბრაამისა, რომელიც ყველა ჩვენგანის მამა. აი აქ არის ზუსტად ისინიც რომ ცდუნდებიან და ბრკოლდებიან მუსლიმანებიც, რომ მათ გონიათ რომ აბრაამის შთამომავლები არიან, მაგრამ ისინიც ეძებენ ხორცში, ანუ ისმაელში. გესმით გადარჩენას. და ჩვენ ქრისტიანები უკვე და ქრისტეშია გაერთიანება, რომ რწმენით ჩვენ იგივე აღთქმას ვიღებთ უკვე, რასაც აბრაამი მიენდო. როგორც წერია, მე დაგაყენე მრავალი ერის მამად, ღვთის წინაშე ღვთისა, რომელსაც ერწმუნა იგი, ღვთისა, რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არარსებულს ყოფად მოუწოდებს. რომელიც უიმედობაში ერწმუნა იმედით, რათა გამხდარიყო მრავალი ერის მამა, როგორც ნათქვამია, ასე იქნება შენი თესლი. არ შესუსტებია რწმენა, როცა ხედავდა, რომ მისი სხეული თითქმის 100 წლისა უკვე ჩაკვდა, ხოლო სარას შაშო მკვდარი იყო. და არ დაეჭვებულა ღვთის აღთქმაში ურწმუნოებით, არამედ გამტკიცა რწმენით და დიდება უძღვნა ღმერთს. და გულდაჯერებული იყო, რომ ის, ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა. ამიტომაც ჩაეთვალა მას სიმართლედ და არა მარტო მისთვის არის დაწერილი, რომ ჩაეთვალა მას, არამედ ჩვენთვისაც ჩაგვეთვლება ჩვენს იმის
მორწმუნეებს, ვინც ყდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო, რომელიც მიეცა ჩვენი ცოდვებისათვის და აღდგა ჩვენ და გამართლება. ნახეთ, როგორ არის დაკავშირებული ერთი მეორესთან და უკვე გვირგვინდება იესოს მოსვლით, ამასაც რო ირწამებ და განსაკუთრებით როცა მის ჯვარზე გაკვრას და მის აღდგომას იწამებს ქრისტიანი. ასე რომ წმენაზე არის აქცენტი და ეს წმენა ნახეთ რო დაიწყო მე-15 თავში, როგორც გითხარით მე, ხო? ნახეთ როგორ დაიწყო ა ブラ ამმა, ხო? ამის შემდეგ იყო ა ブラ ამა ხილვაში სმინა უფლის სიტყვა, ნუ გეშინი ა ブラ მე ვარ ფარი შენი, ფრია დიდი იქნება შენი საზღაური. და უთხრა ა ブラ ამა, უფალო ღმერთო, რა უნდა მომცე? უშვილოდ გადავდივარ. ნახე, უკვე იწყებს შეიძლება ვიღაცამ თქვას, ხო? შეიძლება უკვე ნახეთ მოლოდინი, იმიტომ როდის იყო დანაპირები და ეხლა ნახეთ კიდევ რო ეცხადება, უშვილოდ გადავდივარ დამასკოელი და შეიძლება ადამიანს კონდეს რაღაცა ჭოჭმანი და რაღაცა ეჭვები. და შთამომავალი არ მომეცი. ამაზე ჩვენ უორენ ვილსმის გარჩევა წავიკითხეთ, ვინც მოისმენა, ხო? ჩემს სახშობილი მსახური გამიხდება მემკვიდრედ. და იყო ა ブラ ამის მიმართ უფლის სიტყვა, არ გახდება იგი. და როდესაც ეს უყვა, გაიყვანა გარეთ უთხრა, ნახეთ, და უკვე ეს წმენა უკვე და ერწმუნა იგი უფალს და ეს ჩაეთვალა მას სიმართლეც. მე-15 თავის მე-6 მუხლი. ეს არის ადგილი. ეხლა გავაგრძელოთ კიდე ჯონ მაკარტური ამბობს რაღაცას, ასე რომ ისააკის აღთქმა იყო ის დაპირება, რომელიც ღმერთმა დაიწყო მისთვის დაბადების მე-12 თავში. დაიწყო აღთქმა. ნახეთ, დაპირება დაიწყო იქიდან. როდესაც მან უთხრა მას, რომ მისი საზარდულიდან დიდი ერს გააჩენა და ეს ერთი შვილით უნდა დაწყებულიყო და ამ დროს და ის სარა უნაყოფოები იყვნენ. გარკვეულწილად ა ブラ ამა უპასუხა ღმერთს და საკმარისად ირწმუნა, რომ დაემორჩილა ღმერთს, დაეტოვებინა ქალდეველთა ური და დაიწყო მოგზაურობა იმ მიწისკენ, რომელიც ღმერთმა აღუთქვა. მაგრამ რომელთა მეოთხე თავი ა ブラ ამის რწმენის შესახებ საბოლოო თავია და ის მის რწმენას ისააკის აღთქმასთან აკავშირებს. ასე რომ ვფიქრობ, ეს არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ა ブラ ამის გამართლების დასადგენად. ანუ დაბადების მე-15 თავზეა ლაპარაკი. როცა ლაპარაკი რომელთა მეოთხე თავი, ეს ციტირებს მე-15 დაბადების მე-15 თავიდან. გამართლება რწმენით მოხდა და ეს არის მთავარი. ა ブラ ამა ირწმუნა ღმერთი და ეს მას სიმართლედ ჩაეთვალა. და როგორც თქვი, რომელთა მეოთხე თავში, რწმენის ეს აქტი დაკავშირებულია ისააკის აღთქმასთან. ასე რომ თქვენ იქ ნამდვილად უსაფრთხოდ ხართ, როცა ლაპარაკობთ ა ブラ ამის რწმენით გამართლებაზე. თუ ის რეალურად გამართლა მანამდე, თქვენ არა გაქვთ კონკრეტული წმინდა წერილი, რომელსაც დაიყრდნობოდით. გასაგებია, ძალიან კარგი კითხვა, მადლობა ამ კითხვისათვის. მადლობა თქვენ ბატონო ჯონ და ყველას მოსმენისათვის.